დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა, ჩემო მეგობრებო. ურმესი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან დიდი პატივია, რომ ვარ თქვენი მეგობარი და მაქვს პატივი, რომ ვიყო თქვენი თანამებრძოლი. მართლა ძალიან დიდი პატივია. ხართ წყარო ენერგიის, ხართ წყარო მოტივაციის და საამაყოც გვაქვს საქმე ნამდვილად, რომ ვიყოთ მე ვიყო ერთ-ერთი თქვენგანი და თითოეული არ ყოფი ადამიანი პოლიტიკოსი იყოს თითოეული თქვენგანის რიგებში მყოფი საქართველოს მოქალაქე. ხახნო, ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, რომელშიც ჩვენ მონაწილეობთ და რა არის ეს მნიშვნელოვანი პროცესი? ეს არის ისტორიულად მნიშვნელოვანი პროცესი. ჩვენ არჩევნებში დაუპირისპირდით ვის, რას ძალიან კარგად ვიცით და ამაზე თქვენს ყურადღებას არ მივიქცევთ. მაგრამ ეს ბრძოლა კი არ დასრულებულა, ახლა იწყება ეს ბრძოლა გამარჯვებამდე. არც ერთ შემთხვევაში არ იქნება უკან დახევა. და არა იმიტომ, რომ ჩვენ ასე ვსურთ, არა იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ვალდებულები. ჩვენ მოგპარეს დიახაც არჩევანი. მოგპარეს ძალადობით და სხვადასხვა უღირსი მეთოდებით. და რახან ბიძინა ივანიშვილმა გვითხრა, რომ არჩევნების წესით მე თვალს რეალობას არ გავუსწორებ, მაშინ ჩვენ უნდა ვაიძულოთ, რომ ის შემოვიდეს დიახაც ხალხის ნებასთან დაპირისპირებაში და ამისთვის ჩვენ ვართ მზად ყველა ქალაქში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, თელავში, თბილისში, ქუთაისში და ასე შემდეგ მთელს საქართველოში. ბევრი კითხვა იბადება და მესმის. და ვეცდები ყველაზე ტრადიციულ კითხვებს პასუხი გავცი ახლა საჯაროდ. რას აპირებთ? საპროტესტო აქციებისკენ უნდა წაიყვანოთ ქვეყანა? და ამ დროს შეკითხვას ვსვამ. და რა, ბელორუსიად უნდა ვაქციოთ ეს სახელმწიფო? დიახაც, საპროტესტო აქციებისკენ ვაპირებთ სვლას. დიახაც, ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები არ შენელდება მანამ, სანამ სიმართლე არ გაიმარჯვებს და უახლოეს მომავალში და არა 2 თვეში და 3 თვეში. არ გვინდა, რომ თითოეულ ჩვენგანს ერთმანეთთან გაგვიჩნდეს შეკითხვა და მით უმეტეს მომავალში ჩვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა კითხვები დაგვისვან. სად იყო ის წამი და მომენტი, როდესაც ვერ იმოქმედეთ, როდესაც ჭაობით დააკანონეთ? არა, ამ შეკითხვებზე ჩვენ პასუხი გვექნება და ამ შეკითხვებზე პასუხს გავცემთ უახლოეს მომავალში, რომ უხერხული კითხვები, როდესაც დაისვევა პასუხი გარეშე არ აღმოჩნდეთ. მეორე შეკითხვა იბადება. იცით, რას აპირებთ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით? პირდაპირ გეტყვით, ბრძოლას ვაპირებთ მის გათავისუფლებამდე, ბოლომდე. როგორც ღირსეული დიახაც საქართველოს მოქალაქის, რომელიც არის გამოკეტილი ბიძინა ივანიშვილის ტყვეობაში უკანონოდ, როგორც ჩვენი თანამებრძოლის და როგორც ქვეყნის მესამე პრეზიდენტის გათავისუფლება არ არის ჩვენი უბრალოდ სურვილი, ეს არის ვალდებულება და მე ჩემდა თავად კიდევ ერთხელ თქვენთან ვფიქრობ, რომ ვიბრძოლეთ უკანასკენ ამოსულთვამდე მის გასათავისუფლებლად, რაც არ უნდა ძვირად დამიჯდეს ეს სიცოცხლის დათმობის ფასადაც რომ დამიჯდეს. დიახაც, ეს ყველაფერი მოხდება, მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობასაც გადავარჩეთ და მასაც გავათავისუფლებთ, იმიტომ რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ღარიბაშვილის, ივანიშვილის და ბატონი გომელაურების და ლილუაშვილების გასასამართლებელი ამ სახელმწიფოს არ ყავს. ხახნო, მე მესმის ემოციების, მე მესმის დროის, რომელიც წიკწიკებს და რომელიც გვინდა რომ მოხდეს მისი გათავისუფლების აქტი მალე, ვიდრე დროში გაწელილი, მაგრამ მეწუნეთ, მე პირადად, მეგობრებთან ერთად, სხვა უფრო უპირატესი ამოცანა
ამ ვითარებაში არა მაქვს. ვალდებული ვარ უბრალოდ ბევრი რაღაცა სხვადასხვაგვარად განსაზღვრო. უდიდესი პასუხისგებლობა მაქვს თქვენთან ერთად, მაგრამ ძალიან ვთქვათ დაიჯეროთ, რომ მთავარი ამოცანა სანამ მიღწეული არ იქნება, ჩვენ უბრალოდ ერთმანეთს მოსვენებას არ მივცემთ. კიდევ ერთი შეკითხვა, რომელიც ისმის, კოალიციური ერთობა გრძელდება? დიახაც, კოალიციური ერთობა არათუ გრძელდება, არამედ გაფართოვდება. იმიტომ რომ კოალიციური ერთობა არ იყო ჩვენი პიარ-საარჩევნო სვლა, არ იყო ჩვენი პიარ-საარჩევნო გეგმა. ჩემი და ჩვენი რწმენაა, რომ ამ ქვეყანას მომავალში უნდა ყავდეს კოალიციური მმართველობა. კოალიციური მმართველობა არის დიახაც შესაძლებლობა, რომ ქვეყანა მერცხე და სამუდამოდ უარი უთხრას საბჭოთა წასულს და სვლა ამაყად თავაწეულებმა ევროპულ ოჯახისკენ განვაგრძოთ. ეს ის მიდგომაა, რომელსაც არა მხოლოდ მე, არა მხოლოდ ჩვენ მიაქცევდით ყურადღებას, ხო, მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ წერილებს. ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი დიახაც დღეს ასე ფიქრობს ბიძინა ივანიშვილის გუნდის გარდა. კიდევ ერთი შეკითხვა იბადება ხოლმე. იცით რა, რას აპირებთ თქვენ? რას აპირებთ? აი შეიკრიბებით ბევრი მოვადგე, როდესაც მთელი თავისუფლების მოედანი და რუსთაველის გამზირი აივსება ხალხით, რომელიც აპროტესტებს უსამართლობას. რას აპირებთ? რას ვაპირებთ და ყველა დასაშვები გზით მშვიდობიან და არაძალადობრივად ვაპირებთ მოპარული არჩევნების უკანაბრუნებას. აი ამას ვაპირებთ, რაც არ უნდა ინტერპრეტაციები მიეცეს ივანიშვილის მხრიდან. არ დავკომპლექსდებით ხალხო, ვინც არ უნდა გვითხრას, რომ იცით რა, ეს ხალხი დაგეშილია, ამ საზოგადოების ნაწილის მთავარი უნება არის რევოლუცია. რაც გინდათ დაარქვა ხალხო, როდესაც პირდაპირ გეუბნებით, ჩვენი თანამებრძოლები არიან დღეს დაკავებულები, ზოგს იარაღი ჩაუდეს, ზოგს ხელყუმბარა ჩაუდეს, ზოგი მათგანი შიმშილობს, როგორიც არის მაგალითად ლექსო რაფავა, რომელიც დააკავეს ზუგდიდში არჩევნებამდე და იმდენად დიდი დანაშაული ჩაიდინეს, რომ 8 მოქმედა პოლიციამ დატოვა თანამდებობა და ეს ადამიანი დღეს შიმშილობს, მიხეილ სააკაშვილთან ერთად შიმშილობს. დააკავეს ასევე ამირან ჯანაშვილი, რომელსაც იარაღი ჩაუდეს, დააკავეს გიორგი მულაძე, ბატონი ნარსია, კვეკვესკი და სხვა ჩვენი მეგობრები დააკავეს. ამ ადამიანებისთვის ბრძოლას ვაპირებთ ახლა, მაგრამ არა იმიტომ, რომ ჩვენ ვეხება, როდესაც პირდაპირ ეთერში შენ უკნიდან მოვა და მოგეპარება და ფიზიკურად ანგარიშ გაგიწევს ლაჩრულად, იმიტომ რომ ჩაგითრიოს დაპირისპირებაში, მაგრამ არ აყვები და იცი, რომ არც კი დასჯილა ეს ადამიანი, ხო? ამაზე მკაფიო გზავნილი ხელისუფლებამ რა უნდა გამოგვიგზავნოს? რა არის აქედან გამოსავალი ხალხო? მხოლოდ და მხოლოდ დიახაც ყველაფერთან ერთად ღმების გადაცვლის მოთხოვნების პროცედურების დაწყებასთან ერთად ყველაფერთან ერთად დიდი საპროტესტო აქციები, რომელიც მიგიყვას გამოწვევამდე აქ დახევა არ იქნება. პირდაპირ გეუბნებით, ვერავინ უბრალოდ ჩვენ ვერ დაგვაკომპლექსებთ. რუსთავის ციხესთან დღეს იწყება 6 საათზე ვიდრე ჩვენ აქ ვართ, აურაცხელი რაოდენობის ჩვენი თანამებრძოლეები არიან და არა მხოლოდ მაინდა-მაინც პარტია ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერები შეკრებილი და იქ პერმანენტული აქციები იწყება. რუსთავის ციხესთან დაიწყება დღეს აქცია და არ დასრულდება მანამ სანამ თავარ მიზანს არ მივახცეთ და პირველ რიგში მოკლევადაში ჩვენ უნდა მოვახერხოთ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა. მოვახერხოთ რეალურად მისი გადაყვანა სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში. ძალიან მნიშვნელოვანი არის. მეორე ეტაპი იქნება, რა თქმა უნდა, ყველა პოლიტიკური დევნილის, ყველა პოლიტიკური პარტიის, რომელიც საარჩევნო კამპანიაში ახლა განსაკუთრებით დააპატიმრეს მათი გათავისუფლება, ხალხო, ვალდებულება გვამოძრავებს, არავის ერთმანეთში ეჭვი არ შეგვეპაროს, სუსით, ყვილად კი არ ხარჯავს, ასობით მილიონ ლასო ერთმანეთი წავკიდოს, ჭორები 1000 გამოიგონოს, მაგრამ მხოლოდ დიახაც ნათქვამ ნამოქმედარი ჭეშმარიტი ფასი
დადგინდება ხვალინდელი და ზეგინდელი დღეებით და ერთმანეთისთვის თვალებში ჩახედვა არ უნდა მოგვერიდოს, იმიტომ რომ აქ ის ხალხი ვარ შეკრებილი და კიდე 100,000-ობით საქართველოს მოქალაქე, რომელიც უკან არ დაიხევს უსამართლობისკენ და მე ვიღაცას არ უნდა მოერიდოს, რო იცით რა, ძალაუნებურად სუსის პროპაგანდას ავყევიო. არაფერი იმაზე ძვირფასი, ვიდრე ქვეყანა გამოტაცოთ, რომელიც მიტაცებულია ბიძინა ივანიშვილს და ჩვენ შვილებს და შვილიშვილებს და ჩვენს მომავალ თაობებს ჩავაბაროთ, არ გვამოძრავებს და არ აგვაქვს. მე ამაყება დიახაც ამერთობის, რომლის ფარგლებში ახლა თქვენ წინაშე წავდექით. განსხვავებული ადამიანები ვართ, ხახო. ასეთი სახელმწიფო, ასეთი ბათუმი გვინდა. ჩვენ ბათუმისგან გადმოვიგეთ, მაგალითი თბილისში. ბათუმში თქვენ პირველებად შეკარით კოალიციური მართლობა. ბათუმელებმა პირველად გაუგეთ ერთმანეთს. განსხვავებულა პოლიტიკური შეხედულებების ადამიანებო და ბათუმელებმა და ჩვენ დიახაც არ მერიდება ამის თქვა თბილისელებმა თქვენ მოგბაძით და ასე უნდა გადავიტანოთ და გადავთანხმოთ მე ცენტრალურ ხელისუფლებაში. ეს ერთობა შესანარჩუნებელი ერთმანეთს გავუფრთხილდებით ერთმანეთს ისე რომ თავარი ამოცანებიც შესრულდება. მაგრამ ახლა ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია ხახო, სადაც ყველაზე ცხადად მოყვარეს არჩევნები. ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში და სხვა ქალაქებში. სანამ ჩვენ თბილისში შევიკრიბებით. სანამ ჩვენ თბილისში, იქ სადაც ისტორიულად უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი საკითხები გადაწყვეტილა რუსთაველისა და თავისუფლების მოედანზე. მანამდე ბათუმმა, ქუთაისმა, ზუგდიდმა და სხვა ქალაქებმა დიახაც დაინახო, რომ არ ვეგუებით უსამართლობას არც ბათუმში, არც ზუგდიდში და არც ქუთაისში. ეს მნიშვნელოვანი არის. იქნება ეს ოლქში ქვების გადათვლა, უნდა მივიღოთ მონაწილეობა საპროტესტო აქციების ფონზე. კი ბატონო, თვალო. რატომ იცით? იმიტომ რომ ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა დაინახოთ, რომ ჩვენი თავარი კიდევ ერთხელ ვამბობ, მოწოდება არ არის ქუჩაში დგომა. მაგრამ ამავე დროს ჩვენ არ ვეგუებით სახეში სილის გაწონას. არ ვეგუებით უსამართლოდ სახეში სილის გაწონას, დიახაც. აი ამ ყველაფერს უნდა ვაკეთებდეთ ჩვენ ხვალიდან ბათუმშიც, ქუთაისშიც და ზუგდიდში, სხვა მივხვდებით ზუგდიდში, ზეგ ქუთაისში. პარალელურად რუსთავის ციხესთან დაიწყო და არ დასრულდება აქციები. და მალე შევიკრიბებით ყველანი, რა თქმა უნდა, იქ სადაც როგორც ვახსენეთ, წყდება ამ ქვეყნის ისტორიული საკითხები რუსთაველის გამზირზე თავისუფლების მოედანზე, მაგრამ ისევ უჩვენეთ, რომ ბათუმში არ უნდა გავაპროტესტოთ და ქუთაისში არ უნდა გავაპროტესტოთ და ზუგდიდში ჩვენ უნდა დავიბრუნოთ, ვეცადოთ, დავიბრუნოთ ლოკალურად წართმეული არჩევნები. დავწმუნდებით საბოლოოდ, რომ არ გიბრუნებენ და მე გვიყურო, კი ბატონო, მე საკუთარ თავს დააბრალო. საკუთარი ბედის მჭედელი არის ბიძინა ივანიშვილი, ხახო. არ გვიგის ჩვენ სიცოცხლე შეურაცხყოფილებს, არ გვიგის ჩვენ სიცოცხლე თავდახრილებს, რომელიც თვალს რეალობას უსწორებს და ხედავს უსამართლობას ძვინვარებს და ჩვენ და მე და თქვენ წავიდეთ სახლებში უბრძოლველად. ეს არ მოხდება. გამორიცხულია კიდევ ერთხელ ფიცრდებთ თქვენ წინაშე, ხახო. სიცოცხლეს უკანასკნელ ამოსულთვამდე ვიბრძოლებთ. იმიტომ რომ მე უკვე გრძნობ, რომ შეიძლება შევწყვეტ ჩემი 6 წლის სანდროსი და არ შევიწყვეტ თავს. მიჩვენია დიახაც მიხეილ სააკაშვილთან ერთად საკანში ვიждე, მიჩვენია საერთოდ არ ვიყო ცოცხალი, ვიდრე ამ უნამუსობას უყურებ, როდესაც სუსი პროკურატურა ძველი კრიმინალი ემზის ქართულ ხალხს. მაგრამ მე ვწუხდეთ ხახო, ჩვენ არ გვიწერია საკნებში დიდი ხანი ჯდომე. ჩვენ მეგობრებს, რომლებსაც აქვს ეს თავისუფლება შეზღუდული, იქიდან გავათავისუფლებთ. მაგრამ ჩვენ რევას არ მოუწყობთ. არ მოუწყობთ ამ ადამიანებს, ვინც ახლა გვებძვის. საშინელებებს კადრულობდნენ, ხო? ფული ფულად, დაშინებად, ძალადობად. მოსყიდვად, მუქარად, ხახო, და აი ამ ყველაფერს და მიუხედავად ვერ მოიგეს გესმით არჩევნები, ვერ მოიგეს და გაყალბებას იმდენად გაუჭირდათ, რომ ბათუმში 1%-იანი სხვაობის დაწერა ზემეტი ვერ შეძლეს. ამიტომ არ ჩათვალოთ მუქარად ბიძინა ივანიშვილო. უბრალოდ ეს არის ქართველი ხალხის დიახაც დაკვეთა, რომ ჩვენ თქვენთან ძალიან მჭიდრო დაპირისპირებაშიც კი შემოვიდეთ საჭიროების შემთხვევაში. მშვიდობიანად და ხელებაწეულებით, სიმრავლით
გამარცხებთ. თქვენ ხართ დიქტატორი, თქვენ ხართ დიახაც ადამიანი, რომელიც აბუჩად გვიგდებთ, მაგრამ ამას ვეღარ გააგრძელებთ. არ მიყვარს თარიღების დაკიდება, არ ჟღერს ეს სერიოზულად, რომ კონკრეტულ თარიღს შევიკრიბებით და დავასრულებთ. არა, სურპრიზებსაც მოგიმზადებთ. ისეთ სურპრიზებს მოგიმზადებთ, რომელიც გაგაკვირვებთ და რომელიც გაახარებს ამ ქვეყნის და სახელმწიფოს ბევრ კომაკს. გამარჯვება არის გარდაუვალი, ეს დავიჭიროთ ერთმანეთს შევძახოთ და ვთქვათ, რომ უკან დახევა არ იქნება ხახნო. ეს არის შეუძლებელი. რაც ბათუმში მათ იკადრეს, რაც ქუთაისში, თბილისში, რუსთავში მათ იკადრეს. მაშინ სად არის ის ქართული სიამაყე და ქართული ბრძოლის უნარიანობის სულისკვეთება, ხახნო? ჩვენ რატომ ვწელავთ დროში ამ ყველაფერს, იცით? რატომ წელავთ? იმიტომ რომ მთელი სოფლიოს თვალში ჩვენ გვინდა დიახაც ჩანდეთ ისეთები როგორებიც ვართ და მათ არ ჩათვალოთ რომ ოპოზიციაც კი ველურია. ყველა პროცედურა გვინდა ამოწუროთ და ამის შემდეგ ყველა ჩვენ მეგობარს ვუთხრათ რას მირჩევ შენ ჩემო კარგო მეგობარო ვიცი რომ სახელმწიფო ჩვენი საქართველოს კომაგია მაგრამ სხვა რა გზა დამჩენია აი ეს მინდა მოხდეს და ამის შემდეგ მოქმედებას პირდაპირ გეუბნებით ალტერნატივა არ ექნება მოქმედება რომელიც გამარჯვებამდე მიგიყვანს მოვიკრიბოთ ძალები მოთმინება ჩემი თხოვნა ვისაც სურვილი გაქვთ რა თქმა უნდა ვისაც დავოკებელი სურვილი გაქვთ იმისა რომ თქვენს იდგეთ რუსთავში ციხესთან რა თქმა უნდა არავის არ ზღუდავს ასე თუ გვიან ჩვენ თბილისში აუცილებლად ჩავალთ მაგრამ ბათუმში საპროტესტო გამოსვლები და აქტივობები უნდა დაიწყოს აუცილებელია რომ ეს გავაკეთოთ ხახო მაგრამ არავის არ ეზღუდება რუსთავში ჩასვლა მაგრამ მთელი აღმოსავლეთ საქართველო არის რუსთავში და იქნება ამ დღეებში თემა დასავლეთ საქართველოს უნდა იბრძოლოს მოპარული არჩევნების დასრულებად. მოკლედ, მე კიდე დაგიბრუნდებით, მოგვიანებით ახლა მინდა სიტყვა გადავცე ჩვენს მეგობარს, ადამიანს, იცით რომელიც ჩვენ ერთმანეთი გავიცანით დიდი ხანია არ ვიცნობთ ასე ახლოს. და მე უბრალოდ აღმოვაჩინე ადამიანში ის, რაც ყველაზე მეტად მომწონს. ეს არის გულწრფელობა, ეს არის პრინციპული დამოკიდებულება საკითხებისადმი. ყველაზე მოულოდნელი ჩემთვისაც და ბევრისთვისაც ის იყო, როდესაც გაჭირვების ჟამს, როდესაც უსამართლობას ვებრძოდით მცირე ჯგუფი გაერთიანების და ოპოზიციური პარტიების ადამიანმა გადადგა ნაბიჯი და პერსონალური მაგალითი აჩვენა, რომ დიახაც მეც აქავარ, არ ვთაკილობ, რომ დიახაც საზოგადოებამ ქართულმა ერმა გაიგოს რომ თბილისის მერის მოადგილეთ მე მოვდივარ შენთან ერთად იმიტომ რომ ვიცი რომ შენ იბრძვი და დამაჯერი იბრძვი ამ ქვეყნის და ამ ქალაქის მომავლისთვის და გამიკვირდა არ დაგიმალავთ არ ველოდებოდი და დამწემუნდი რომ ასეთ ადამიანებთან ბრძოლა ჩემთვის არის პატივი მიუხედავად იმისა რომ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები გვაქვს რიგ საკითხებზე და ესეც მიხარია და გადავდეთ განზე უთანხმოებები და სანამ ეს ქვეყანა არ გათავისუფლდება და სანამ ამ ქვეყანაში სამართლიანი არჩევნები არ ჩატარდება რომელიც არის ჩვენი მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან ერთად დიახაც ახალი სამართლიანი არჩევნების ჩატარება არის მთავარი მოთხოვნა ჩვენ ხარდამხარ ვივლით ამ მიზნის მიღწევამდე